მოდით ნახოთ, რას ფიქრობს, როგორი კავშირი გაქვთ მასთან. Შეიფიქრეთ პიროვნება აუცილებლად. მეგობრებო, ნახოთ, როგორი კავშირი გაქვთ მასთან, რას ფიქრობს ამ კავშირთან დაკავშირებით. რას გვეტყვის, მისთვის როგორია ეს კავშირი. შევიფიქროთ. იმპერატრიცა ხართ, იმპერატრობის არკანი. სავარაუდოდ აქ იქნება ბევრი წყვილი დაშორებული, ხო, მეგობრებო, ამიტომ მოდით თან გამოძახებაც გავაკეთოთ, თუ ამოვიდა მაგალითად რადგან და ვინაიდან ამოვიდა თუ არა. როგორი კავშირია ეს კავშირი მისთვის. და ვინ მოვიდა ჩვენთან. პენტაკლების დედოფალი ხართ, როგორც ჩანს. პენტაკლების დედოფალი, ძალიან მზრუნველი, სტაბილური ადამიანი. ნახოთ, ვინ არის თვითონ და როგორი კავშირია მისთვის. იმალება, როგორც ჩანს, ხო, ბევრთან იქნება ურთიერთობა დაპაუზებული, ძვირფასება. ამის ფიქრები და ეს პიროვნება ამბობს, რომ ძალიან განსაკუთრებული კავშირი იყო ამას თვლიდა, იმიტომ რომ ერთმანეთთან გაქვთ ესეთი განსაკუთრებული უხილავი ძაფი, ხვდებით, ერთმანეთთან დაკავშირებულნი ხართ. როგორც არ უნდა ეცოდოს და სადაც არ უნდა იყოს ამ ადამიანს, როგორც ხედავ, ფიქრები თქვენს დამი აქვს, მაინც თქვენზე ფიქრობს. როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, მაინც ფიქრობს თქვენზე. შესაძლოა თქვენ არ იცით ამის შესახებ, მაგრამ ის ასეა. ყველა გზა მაინც თქვენამდე მოჰყავს. იმიტომ რომ აქ შერიგებაზე უნდა წავიდეს საუბარი, ძვირფასება, აქ არის სამსჯავრო. როგორ იმალება, შეხედეთ. არადა წყლის სტიქი ისამოდეს, ნახოთ, ვერ ვეკონტაქტებიო, არ მაძლევს საშუალებას კონტაქტის, სავარაუდოდ დაბლოკილია, ხო, თქვენთან ადამიანი. თუ დაბლოკილია, ბლოკი ახადეთ, რომ მოგწეროთ. მიიჩნევს, რომ თქვენ ხართ ძალიან სანდო და ადამიანი ხართ, ვისაც შეუძლია მისი ცხოვრება სრულყოფილი გახადოს, ჰარმონიული გახადოს. ვინ ახარ მაჩვენე? ხმლების მეფეა. ხმლების მეფე, წყალიც ამოდიოდა, წყლის სტიქია, ხაერის სტიქიაც ამოდის. როგორი ბრაზიანი ადამიანია, ძალიან ძლიერი ადამიანი ბრაზიანი, მაგრამ ხასიათი აქ რთული აქ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალია, ვის უყურებთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ახლაც გრძნობა თქვენს დამე. შესაძლოა ჩხუბობს, ან კამათობთ, ან ჩხუბობთ, ან საერთოდ ვერ კონტაქტობთ, მაგრამ გრძნობა ამ ადამიანს ამოდის და აქვს თქვენს დამე გრძნობა. სრულყოფილი შვილება გახადოს ჩემი ცხოვრება, ან იყო ჩემი ცხოვრება სრულყოფილი ამ ადამიანთან ერთად, როდესაც ვიყავი. ჰარმონიული ადამიანია. გრძნობთ ერთმანეთს, ახლაც კი, ხვდებით? დაკავშირებული ხართ ერთმანეთთან. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, თქვენ აქ ერთმანეთზე იფიქრებთ, თუ დაშორდით, ტყუილად დაშორდით, იმიტომ რომ 10-100 ბალანსირება, არჩევანი და არკანძალას მაინც თქვენ ერთმანეთთან მოყავხართ, იცით, თქვენ დაიტანჯებით ორივე, თუ არ იქნებით ერთად, მეგობრებო, დამიჭერეთ. მოდით გამოძახებაც გავაკეთოთ, გამოხვალ კონტაქტზე ადამიანთან. საერთოდ გელოდებათ თქვენ, რომ გახვიდეთ მასთან კონტაქტზე, 70%-ში ელოდება ქალს, დანარჩენ პროცენტებში 30%-ში ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა, თქვენ მას მართლა ძალიან უყვარხართ, აი დამიჭერეთ რა, ძალიან დიდი გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს დამი და უბრალოდ ამას არ ამბობს. ვერ გეუბნებათ, ამას არ ამბობს. ძალიან განსაკუთრებული კავშირია. თქვენ ძალიან განსაკუთრებული ადამიანი ხართ მისთვის და იცის, რომ თქვენ მისი ცხოვრების შესვლა შეგიძლიათ მას კიდევ თქვენი.
მიუხედავად აქ არ ვიცი გრძნობები რეალურად მაჩვენა გრძნობები ძალიან ცვალებადია ეს ადამიანი შეიცვლება თქვენს და ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე თქვენი ურთიერთობა არ გაწყდება ხალხო აქ ვხედავ რომ აღდგება ურთიერთობა და ცხოვრებაში საერთოდ დიდი გავლენა იქნება ამ ადამიანისგან თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება კარდინალურადაც შეიცვალოს თქვენი ცხოვრება მასთან ერთად და მის გარეშეც ასე რომ აქ თუ შანსებს არ აძლევთ დაფიქრით ამ შანსებზე იმიტომ რომ ბოდიში მირეკავდნენ იმიტომ რომ კოშკი რომელიც ახლა გაქვთ ამ კოშკის განულებაც შეიძლება მეგობრებო თქვენ ხართ პრიორიტეტში ამ ადამიანთან გზა აქვს თქვენამდე მოსვლა უნდა თქვენი ნახვა უნდა გამოვიძახოთ აუცილებლად გამოვიდეს გნახოს მოგწეროს შანსი მიეცით ერთმანეთს მეგობრებო და საერთოდ ძალიან განსაკუთრებული კავშირია და დიდი გრძნობებიც აქვს წარმატებები